სახალხო დამცველმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებასთანაც გააკეთა განცხადება. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ამაღლობელის შესაძლებელია გამოყენებული იქნას გირაო და არა ეს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. იოსელიანის განმარტებით მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს აქვს აყენებული, არის არაპროპორციული, რადგან 4-დან 7 წლამდე მუხლი გათვალისწინებულია ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა ყაჩაღობა და სხვა. ცნობისთვის პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს დებს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მათ ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი გებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ჩემი რეაქცია იყო შემდეგი. იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც თქვენ აღწერეთ, შეფურთხებას, სავარაუდო შეფურთხებასთან დაკავშირებით, ამასთან მაშინვე დავიწყეთ ამ საკითხის მოკვლევა და მივმართეთ სპეცსაგამოძიებოს და ეს არის თუ ასეთ რამეს აქ ადგილი, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. მოვამზადეთ ამიკუსი, რითაც ვთხოვთ სასამართლოს, რომ უფრო დაწვრილებით შეისწავლოს მტკიცებულები, რომელიც ჩემის აზრით არ არის წინაპირობა იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და სრულად შესაძლებელია ჩემი გადმოსახედიდან, რომ გამოყენებული იქნას ნაკლებად მკაცრი გირაო იქნება თუ სხვა და ამასთან დაკავშირებით მოვამზადეთ ამიკუსი და მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და რაც შეეხება მესამე რამ კითხეთ. აი თვითონ მუხლზე მაინტერესებს. თვითონ მუხლი არის არაპროპორციულად მძიმე იმ ქმედების მიმართ, რომელსაც ის ასხადებს დანაშაულად, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ 4-დან 7 წლამდე მუხლი, 4-დან 7 წლამდე სასჯელი არის გათვალისწინებული ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიც არის ყაჩაღობა, როგორიც არის სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქმედებისთვის სასჯელი უნდა იყოს უფრო ლმობიერი და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როდის არის ეს მუხლი მიღებული 26 მაისის დარბევის შემდეგ და რა კონტექსტი იყო ამ მუხლის მიღების დროს, წინა ხელისუფლების დროს, ვფიქრობ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც არის გადასახადები. ერთხელ მოუწევს სპეციალურ სამსახურს, რომ ეფექტურად აწარმოოს გამოძიება და როდესაც ამდენი ადამიანი არის პასუხისმგებლობაში მიცემული ძალადობის მუხლით, სავარაუდოდ პოლიციის მხრიდანაც ჰქონდა ასეთ დანაშაულს ადგილი და ჩვენ უნდა ვნახოთ ასევე სავარაუდოდ ბატონო ლევან. მე ყოველთვის ხმარობ, ეს არის სამართლებრივი ტერმინი, სავარაუდოდ, იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ მაქვს უფლება თქვა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, როცა არსებობს ამაზე გამამტყუნებელი განაჩენი. სხვა ყველა შემთხვევა არის სავარაუდო. ამას ძალიან გთხოვთ მიეჩიოთ. ეს არ არის ვინმესთვის ხელის დაფარება, ეს არის წმინდა სამართლებრივი სწორი ტერმინი.